Ukraine or Georgia. არც უკრაინა და არც საქართველო არიან ამჟამად ნატოს წევრობის გზაზე და არ არსებობს ნატოს გაფართოების რაიმე სასწრაფო გეგმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოულოდნელი განცხადება, ვიდრე საქართველო და უკრაინა დასავლეთისგან გაძლიერებულ მხარდაჭერას ელოდებიან, ბარაკ ობამა ამბობს, რომ ახლო მომავალში ქვეყნების ნატოში გაწევრიანება არ იგეგმება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები და ჩვენ უნდა ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია. ის რაც პრეზიდენტ ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა. რამდენად ადეკვატური იყო საქართველოს მთავრობის პასუხი ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაზე? საგანგაშო გახლავთ ჩვენი ხელისუფლების, კერძოდ პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის რეაქცია. გამოგვიცხადა, რომ ჩვენ რაღაც რეალობას უნდა შევეგუოთ. ესე საქმე არ გაკეთდება. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? როგორ გაგრძელდება საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან და რას ელოდება მთავრობა ნატოს სამიტისგან? საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატიის კონსოლიდაციაში ჯეროვნად უნდა იყოს ასახული ნატოს გადაწყვეტილებებში. საქართველო მტკიცედ მიდის ნატოსკენ გზაზე. საქართველოს გზა ნატოსკენ. სად მთავრდება ილუზია და როგორია რეალობა? მართველი გუნდი ოპოზიციის პირისპირ. დებატები არჩევანში.